გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მაშინ დააკავეს, როცა ის წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა. ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ბაჩიაშვილს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება. წერს საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ი, რომელიც ბაჩიაშვილის ინტერესებს იცავს. გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს. დაკავებები იყო თბილისშიც. ჩემი ძმა დააკავეს. კორპუსიდან ვუყურებდი და 25 ადამიანი ერთ კაცს გამოყვა. წერს წუხელდაკავებული უჩა ქემაშვილის და ნინი ქემაშვილი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ბრძანება გასცა. 26 მაისთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.